ორი ურთიერთგამომრიცხავი რაღაც უნდა განვიხილო. თუ ჰიგიენა ძალიან ცუდია, ბრეკეტებს არ ვაკეთებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჰიგიენა ძალიან ცუდია და ბრეკეტებს ვაკეთებთ. რატომ? იმიტომ რომ ეს ფრონტალური კბილები ერთმანეთზე არის გადამჯდარი და აქ კარიესის გაჩენის შანსია. რისი იმედი გვაქვს კურნაობის პროცესი გვინდა რომ პაციენტი დაფიქრდეს ჰიგიენის აუცილებლობაზე და გამოასწოროს ჰიგიენა. თორემ აი ამ გადამჯდარ კბილებში ძალიან საშიშია რომ კარიესი არ გაჩნდეს და აი გასწორების შემდეგ ხედავთ რომ მართლაც არის ძალიან დიდი ზომის ლაქა და თუ დავტოვებთ ამ კბილებს ასე გადამჯდარს აუცილებლად ჩამოყალიბდება დიდი ზომის კარიესი და ჩვენ მუდმივად უნდა ვიფიქროთ, ვიბრძოლოთ იმაზე, რომ მას კარგად დავაგებინოთ, რატომ არის აუცილებელი სწორი ჰიგიენა და მივაღწიოთ კბილების სწორ გამოხერხვას. ნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები. დააკვირდით, აი ეს ლაქა აღარ არის. ეშვებისთვის დამატებით სივრცის შესაქმნელად ამოვიღეთ 2 პრემოლარი, მე-14 და 24 კბილები ამოვიღეთ. ეშვები იდგა ძალიან ცუდ ადგილას. აი აქ იდგა ეშვი და აქ იდგა მეორე კბილის თავზე იდგა ორივე ეშვი და საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო, რომ ეს ეშვი იდგა მეორე კბილის თავზე და გადაგვეტანა უნდა პრემოლარების უბანში, რატომ არის პრემოლარების ამოღება უკეთესი და რატომ არ არის უკეთესი მე-12 და 22 კბილის ამოღება, რატომ არ არის კარგი. ამ კბილებს ყველას აქვს განსხვავებული ფორმა. სასურველია რომ წინა 6 სხეული შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ მე-11 კბილს აქვს ფართე საჭრელი კიდე, მე-12-ს აქვს შედარებით ვიწრო საჭრელი კიდე და მერე მოდის წვეტიანი ეშვი. თუ ჩვენ ამოვიღებთ კბილებს არასიმეტრიულად, ღიმილიც არასიმეტრიული გახდება, თუ სხვა გზა არ გვაქვს, მე-12 და 22 კბილების ფესვები გაწოლილია და ჩვენ ვიწევს რომ ამოვიღოთ ეს კბილები, მაშინ სასურველია უკვე სიმეტრიულად ამოვიღოთ და ცენტრალური კბილების გვერდით პირდაპირ დადგება ეშვი, მაგრამ აუცილებლად უნდა გადავაკეთოთ ეს ეშვი და უნდა ვიცეთ საჭრელი კბილის ფორმა. ანუ ყველაზე კარგი ვარიანტი არის რომ ამოვიღოთ პრემოლარი და პრემოლარის ადგილას ჩაჯდეს ეშვი. რასაც ახლა ვაკეთებთ ცელით. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ეშვი, აი აქ მდგარი ეშვი მარტივად არ გამოიწევს და არ დადგება პრემოლარების უბანში, უნდა განსაკუთრებული მიდგომები და დიდი დრო.